გამარჯობათ ტრეიდერების ჰაბის გაკვეთილები კვლავ ბრუნდება, მაგრამ მიხვდებით რომ ფონი მწვანეა და არა ლურჯი, როგორც მანამდე იყო გეითის, ამიტომ რაღაცა ახალზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც არის ამ შემთხვევაში ფორექსზე ვაჭრობა და იდეაში სხვადასხვა ვალუტებზე პოზიციების განთავსება და ასე შემდგომ, რაც რა თქმა უნდა ხშირი კითხვები არის ხოლმე. მოკლედ მოგმართავთ კომპანიებს, ვისაც გქონთ რომ მსგავსი ტიპის რაღაც სასწავლო კონტენტზე შემოგვიერთდეთ, არ მოგეიდოთ, შეიძლება შეგვეხმიანოთ, მინიმუმ წყალი მოგვიხდება, ან სხვა რამე, ეს თქვენთვის მომინდია, მაგრამ დღეს უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში და გაგაცნოთ ჩვენი რეგიონალური პარტნიორი NCM Investment, რომელიც არის ყველაზე ერთ-ერთი დიდი კომპანია, ქუვეითური კომპანია მეგობრებო და ეს ქუვეითური კომპანია რატომ არის ჩვენთვის ძალიან სანდო კომპანია, ჯერ ამაზე ვისაუბრებ, სანამ გადავალ NCM-ის პირველ გაკვეთილზე, როგორც არის რეგისტრაცია და ვერიფიკაციაზე. ხო, ბოლომდე გვიყურეთ, იმიტომ რომ პატარა სასიხარულო ინფორმაციას გაგიზიარებთ, თუ რის შემთხვევაში რა იქნება სარგებელი თქვენთვის, რაც იქნება ნამდვილად უნიკალური შანსი მით უმეტეს დამწყები ტრეიდერებისთვის და ან უბრალოდ ტრეიდერებს გინდათ რომ გაცილებით ხარისხიან კომპანიასთან გქონდეთ თქვენი თანხები მით უმეტეს დაცულად. ხედავთ რომ გასწინილი მაქვს ტრეიდერების ჰაბის გვერდი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აქ ძალიან ბევრი კურსი გვაქვს, მათ შორის სავალუტო წყვილებზე ვაჭრობის კურსი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, კრიპტო აგერ არის, საფონდო ბირჟაც აქ არის, live trading-ი მეორე დონე, მესამე დონე და მათ შორის ბანაკები და ასე შემდგომ, მოკლედ ბევრი რამ გვაქვს, რაზეც შემდგომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოიძიოთ ჩვენზე ინფორმაცია. ხო, დავიწყებ რომ ზედა მენიუში სანამ NCM-ის პლატფორმაზე გადავალ, შეგიძლიათ რომ უბრალოდ NCM-ზე ქართულად გაერკვეთ და ნახოთ რა ინფორმაცია გვიდევს და თან მივყვები მე უკვე ამ პლატფორმის ძლიერ მხარეებზე. პირველ რიგში, როგორც გითხარით, უკვე NCM-ი არის ქუვეითური კომპანია და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით დუბაიში და დუბაიდან მოყოლებული დავმეგობრდით. რატომ არის პირველ რიგში ეს კომპანია ჩვენთვის ძალიან საიმედო და უსაფრთხო? რადგან Forex-ი კომპანიის გახსნის შემთხვევაში, როცა ხსნის საბროკერო კომპანიას, გჭირდება ლიცენზიები, ხომ ასეა, გჭირდება რეზერვები. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა ის, რომ კომპანია დაარსებულია 2009 წელს, საკმაოდ დიდი ხნის კომპანია ბაზარზე და აქვს ელიტარული და ყველაზე ძვირიანი ლიცენზიები სავალუტო და Forex კომპანიებთან მიმართებაში. პირველ რიგში ყველაზე ძვირიანი ლიცენზია ნიშნავს, რომ მათ შორის მათზე ვრცელდება საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობები, როგორც არის უსაფრთხოება მომხრობლის ანგარიშების, მათ შორის მათ აქვთ ლიცენზია როგორც ქუვეითში, ასევე ემირატებში Tier 1 ლიცენზია, რაც არის უმაღლესი და ყველაზე ძვირიანი ლიცენზია ემირატებში, ასევე აქვთ იორდანიის და თურქეთის ლიცენზიები, რომლებიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი და სანდო წყაროდ მიგვაჩნია, როცა საუბარია თუ სად აქვს კომპანიას მიღებული ლიცენზია. მმართველობის ნაწილი, ვთქვათ, ბარემ კომპანიის მმართველობის ჭრილში უკვე მისი მფლობელები არიან საკმაოდ ცნობილი გვარის წარმომადგენლები ქუვეითიდან და რა თქმა უნდა, აი ამ ტიპის ხარისხიანი კომპანია შემოვიყვანეთ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის, რომ კიდევ უფრო კარგად იყოს თქვენი ანგარიშები დაცული. მოკლედ შევეხები, რომ მახსოვს წლების განმავლობაში რა ხდებოდა Forex სისტემაზე საქართველოში, რამდენი ცუდი ფაქტი დაფიქსირდა, ამიტომ ვიცით რომ Forex-ით საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ზოგადად დაზარალებული, მაგრამ სწორედ ამიტომ ვენდობით ამ კომპანიას, იმიტომ რომ მინიმუმ გაგვაჩნია ისეთი სანდოობის უსაფრთხოების ნაწილი, რაც სხვა კომპანიებს ფიზიკურად არ აქვს და ვერ აქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ თუნდაც შესაძლებლობებზე. აი აქ ქართულად გვიწერია თუ რაზე შეგიძლიათ რომ ამ პლატფორმაზე ივაჭროთ სავალუტო წყვილები, კრიპტოვალუტები, აშშ-ის აქციები, ინდექსები, ლითონები და სასაქონლო პროდუქტები. ყველაფერზე შეგიძლიათ რომ მოსინჯოთ ძალები და დაიწყოთ ვაჭრობა. თუმცა ჩემი რეკომენდაციით გირჩევთ რომ პირველ რიგში ჯერ ზუკასთან გაიაროთ ტრენინგი და მერე დაიწყოთ ვაჭრობა, მაგრამ იდეაში ამიტომ არის ტრეიდერების ჰაბის კურსები, რომ აქ ვაჭრობა მართლა გემბლინგად არ გექცეთ და უხვდებოდეთ რაზე გაქვთ აქცენტი. მოკლედ რომ გავიაროთ და განახოთ რა ხდება, ეს არის NCM Investment-ი და აქ შეგიძლიათ ჩემს გარეშეც გადახვიდოთ და ნახოთ რა ხდება.
მოცემული ინფორმაციებით, აგერ არის about us-ში და აქაც შეგიძლიათ რომ მათი ეგრეთ წოდებული ვიცე ხელმძღვანელი ალბათ რა თქვა ქართულად მისი ინფორმაცია და მათ შორის აი ეს ლიცენზიები, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ შეგიძლიათ მათ შორის ეს ლიცენზიები კოდების დონეზე გადაამოწოთ თუ ამ დონეზე არ ვქვევით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს რომ საჯაროა ინფორმაცია ამ კომპანიას ემართებაში. სხვათა შორის არაერთ დიდ ღონისძიებაში ისინი საკმაოდ დიდ სტენდებითა და მოკეთ პოპულარიზით ახდენენ თავის წარმოდგენას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მათი 2009 წლიდან დაწყებული მოგზაურობა კვლავ წარმატებით მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. კარგით, როგორ გავიაროთ რეგისტრაცია და ბმულები რა თქმა უნდა აღწერაში, სად გამოგვიწეროთ, სად დაგვაფოლოოთ, ყველაფერი მოცემული არის ბიოში და ვისაუბრებ პირველ რიგში რეფერალურ კოდზე, რაზეც დაგვიგვით რომ უმაგრესი მოკეთ სიახლე გვაქვს ნებისმიერ ეგრეთ წოდებულ visuals, გენებავთ პირველ გვერდზე, გენებავთ შიდა გვერდზე, როცა დააწვევით, ავტომატურად გადადიხართ ჩვენი რეფერალური ბმულის დახმარებით და ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ გაივლით რეგისტრაციას ამ პლატფორმაზე და შეიტანთ $100, მაგრამ როცა ფულს შეიტანთ $100, რატო ვამბობ $100? იმიტომ რომ როცა თქვენ $100 შეიტანთ, გვწერთ ტრეიდერების ჰაბის გვერდზე, Facebook გვერდზე, რომ მე ეს ტრანზაქცია შევიტანე, განახორციელე და დამატებით გერიცხებათ $20, 20%. არაფერში უბრალოდ რეგისტრაცია ვერიფიკაციაში და ის რომ შეიტანეთ $100. ნელ-ნელა დაიწყებთ ვაჭრობას და ნელ-ნელა თან ისწავლით ჩვენთან ერთად. მე მგონი ამ ხელა რაღაცა giveaway საჩუქარი ბევრი კომპანიისგან არ არის ხოლმე ქართულ ბაზარზე, მაგრამ ძალიან ვთხოვეთ რომ რაღაცა $5 და $2 და $1-ის გამო ნუ ვაწვალებთ ჩვენს მოკეთ გამომწერებს და მეგობრებს ხო და ამიტომ მივიღეთ ეგეთი იდეალური შემოთავაზება რომ $100-ზე გემატებათ დამატებით $20. ოღონდ გთხოვთ რომ არ გიგონოთ ეს ხდება ავტომატურად, იმიტომ რომ მე პრობლემა რო არ იყოს ვაი დავირა რეგისტრაცია შევიტანე ფული და არ დამერიცხაო, უნდა მოგწეროთ ტრეიდერების ჰაბის გვერდზე თქვენი UID, რომელსაც დღეს გასავლით თუ სად არის მოცემული. დღეს იქნება პირველი გაკვეთილი რაც არის რეგისტრაცია ვერიფიკაციის და მოდი გავაგრძელოთ რომ არ გაგვეწოლოს ჩვენი ვიდეოც. მოკეთ NCM Go, აი მაგალითად როცა აწვევით ნებისმიერ ამ გვერდს, ავტომატურად გადადის აი ეს რეფერალური ლინკი არის, ამიტომ ამას გვაქვს საუბარი. რადგან მე რეგისტრირებული ვარ, დღეს შევეცდებით რომ ჩვენი გუნდის წევრი დავარეგისტროთ ლაშა და ლაშას გულები დავუწეროთ კომენტარებში გაუხარდება, ვიცი. მოკეთ რეგისტრაციაზე აქ გვჭირდება რომ დავწეროთ ლაშას მეილი, რომელიც არის lasha. ჩავწერეთ ჩვენი მეგობრის მეილი, ასევე დავუწეროთ პაროლი, შევუქმნათ და დავაწვევით რეგისტრაციას. რეგისტრაცია მიმდინარეობს, ველოდებით, პაროლი უნდა მივიდეს ჩვენს მეგობარს მეილზე. ეხლა ჩავწერეთ ამ პაროლს, ნუ კოდს. ჩავწერეთ ეს მიღებული ერთჯერადი კოდი და სულ ეს არის. ეხლა ჯერჯერობით ხედავთ რომ ჩვენ გვეუბნება რომ აი ეს რაც ჩანს აქ ეგრეთ წოდებული საათები გვატყობინებს იმას რომ რაღაც პროცესები უნდა დავამთავროთ. ვიწყებ პირველ რიგში იდენტობას და ვერიფიკაციას იმის თუ ვინ არის ლაშა მელიქიშვილი და მოგთხოვენ რა თქმა უნდა რომ ეს პროცესი შეგვიძლია ჩვენ მოგეთ შეგვიძლია როგორც პირადობის მოწმობით, პასპორტით ან მართვის მოწმობით გავაგრძელოთ. ნუ ხელთ მაქვს ლაშას პირადობის მოწმობა და შევეცდებით რომ ეს ყველაფერი დავიწყოთ პირადობის მოწმობით. ასევე შეგვიძლია რომ ეს პროცესი მეგობრებო გადავიყვანოთ და QR კოდით გავაგრძელოთ მობილურის დახმარებით და მოდით ამას დავასკანერებ და უნდა გადავიღო როგორც პირველი წინა მხარე და ცოტა ხნის რამდენიმე პაუზის შემდგომ მე უნდა გადავიღოთ მეორე მხარე. სულ აი ეს პროცესი არის და ახლა ამ პროცესს განვახორციელებ. როგორც ხედავთ, უკვე ავტომატურად გთხოვთ რომ დაელოდოთ, თვითონ ტელეფონი ავტომატურად იღებს და არ აუცილებელია ფოტოები გადავიღოთ, იმიტომ რომ ჭკვიანი ელემენტები აქვს ის რომ თვითონ ახდენს ფოკუსირებას და მოაქვს ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ დაბლარულ რეჟიმში. ასევე აი აქ ჩაუწერ მისამართს, სადაც ჩვენი გუნდის წევრი ცხოვრობს. კი ბატონო, ესეც ჩაწერილია.
თქვენთან არ ჩანს, მაგრამ შეგიძლიათ რომ სრული მისამართი დაწეროთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ სრული მისამართი ზუსტად ისე უნდა დაწეროთ, როგორც შემდგომ მისამართის ვერიფიკაციის დროს უნდა გამოაჩინოთ. არ შეგეშალოთ, რომ მაგალითად აქ არ დაწეროთ ესეთი მისამართი, აი თუნდაც მაგალითად რაღაცა შემოკლებით და მე გძლად დაწეროთ. არა, უნდა დაიწეროთ ზუსტად ისე, რომ შემდგომ მოხდეს ვერიფიკაცია სწორად თქვენი მისამართის. მოკლედ ეს უკვე ჩაწერილი გვაქვს, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და ველოდებით რომ ჩაიტვირთოს ჩვენი საიტი ისევ რომ გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი. თან დაველოდებით რომ მივიღოთ დასტური რომ ლაშა რეგისტრირებულია. ხო, მოკლედ ამავდროულად ველოდებით შეგიძლიათ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, ძალიან ბევრი გათამაშება გელოდებათ მათ შორის ANCM-დან. ჯერჯერობით ცარიელია ჩვენი მაგიდა და არ გვაქვს ANCM-ის მიერ გამოგზავნილი ეგრეთ წოდებული საჩუქრები, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მალე გვექნება და კიდევ უფრო გალამაზდება ჩვენი მაგიდა, მაგრამ ამის შანსი სხვა კომპანიებსაც გაქვთ იდეაში. ამიტომ მოასწარით, იმიტომ რომ მსგავსი კონტენტი არ ამგონია რომ YouTube-ზე იყოს და ეს ძალიან საინტერესო არის საგანმანათლებლო ქართულ ენაზე ფინანსური კონტენტი. კარგით, ველოდებით რეგისტრაციის დასრულებას, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ხედავთ რომ ვერიფიკაცია გავიარეთ წარმატებით და შეგვიძლია ეს პროცესი შევაფასოთ როგორც კარგი და სასარგებლო პროცესი. შეგიძლიათ არ შეაფასოთ, უბრალოდ რატომაც არა და უკან დაგვაგვნებს ეს თარიღით უკან გვერდზე რომ შემდეგი ეტაპი გავიაროთ. მოკლედ ვერიფიკაცია დასრულდა, ხედავთ რომ დამოწმდა ჩვენი ვერიფიკაცია ძალიან მარტივად და ხედავთ რომ მათ შორის არ გვაქვს ბოლომდე არათუ შევსებული, არამედ კარგად შევსებული ინფორმაცია, პროცენტი წერია 4%, ნიშნავს რომ კიდევ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ვერიფიკაცია. ორად ორიამე უნდა გავიაროთ. დღეს ეს არის როგორც პირადობით რეგისტრაცია და ვერიფიკაცია და ახლა გადავალ მისამართის ვერიფიკაციაზე. ეს ძალიან საინტერესოა. მისამართის ვერიფიკაცია შეგიძლიათ ორი მეთოდით განახორციელოთ. პირველი მეთოდი არის რომ თქვენ ურეკავთ ბანკს და არც არის აუცილებლად რომ მიხვდეთ ბანკში, ეუბნებით რომ გჭირდებათ ამონაწერი ერთ გვერდზე, სადაც უნდა ჩანდეს თქვენი სახლის მისამართი. სახლის მისამართი რომ ჩანდეს, ერთ გვერდზე არ აუცილებლად ბალანსიც ჩანდეს, ანუ ეგ მეორე ხარისხოვანია, მთავარია რომ ჩანდეს თქვენი მისამართი სახლის. ხო, ზოგი ბანკი სამწუხაროდ ამ ტიპის დოკუმენტში ითხოვს 10 ლარს და ზოგი ბანკი უბრალოდ უფასოდ გაწვით. ანუ არ არის აუცილებლად მიხვდეთ ბანკში და მაინც ამის ფურცელი წამოიღოთ, უბრალოდ ეუბნებით რომ მეილზე ეს ფაილი გამოგიგზავნონ, სულ რაღაც რამდენიმე წუთის ამბავია, ამიტომ არ დათანხმდეთ იმას, რომ რაღაცა 2 დღის მერე ან 1 დღის მერე მოგაწვონ, იმიტომ რომ ძალიან მალე ხდება. ეს ერთი მეთოდი არის, რომელიც შეიძლება ფასიანი ან უფასოა. და მეორე ნაწილი ისე რომ ხანდახან ამ ტიპის დოკუმენტაც კი არ ხდება ხოლმე კომპანიის მხრიდან დადასტურება. ამიტომ მე გასწავლით პატარა ეგრეთ წოდებულ მოკეთ ვერსიას იმისას თუ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია 1000%-ით და რა ასეთ, იმიტომ რომ ეს მეთოდი აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე მუშაობს, როგორც ამ ტიპის პლატფორმაზე რომ თქვენ ვერიფიკაცია გაიაროთ თქვენი მისამართის, ასევე მუშაობს ძალიან წარმატებლად კრიპტო პლატფორმაზეც, მათ შორის Gates-ზე, ამიტომ შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ Gates-ზეც კი. მოკეთ, როცა ვაწვევით რომ დაიწყეთ ვერიფიკაცია, გადავდივართ ჩემს ეტაპზე და აი აქ შემოთავაზებულია მეგობრებო რამდენიმე მეთოდი იმისა თუ როგორ შეიძლება თქვენი მისამართი დაადასტუროთ რაც ზეგან ჩავწერეთ, ხო? რამდენიმე ვერსია არის, მაგრამ ამ შემთხვევაში საბანკო ამონაწერს ავარჩევ, იმიტომ რომ ამაზე მინდა რომ გასწავლოთ მეთოდი და პრინციპში რას ვაკეთებთ ამაზე. მე უკვე გამზადებული მაქვს ამონაწერი, რომელიც უნდა იყოს ინგლისურად, თქვენი ნებისმიერი ბარათის ამონაწერი, ნებისმიერი ბანკიდან, ნებისმიერი პერიოდისა ამოიღეთ ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე რომ მოიღოთ, უნდა შეცვალოთ იმ ბანკის მთლიანი პლატფორმა ინგლისურ ენაზე, რომ ინგლისური ამონაწერი ამოვიდეს. შემდგომ შედიხართ აი ასეთ საიტზე, რომელიც მათ შორის დალინკული იქნება. შეგიძლიათ რომ პირდაპირ upload PDF files დააწვეთ და ატვირთოთ ფაილი, რომელიც მე უკვე გამზადებული მაქვს. ამ ფაილის ატვირთვის მომენტში ისაც ჩვენ უკვე გვიწერია მარცხენა მხარეს, მხოლოდ გვინდა რომ
მეორე მხარეს გვერდზე მიუწეროთ აი ასე შემდეგნაირად. Ну, რა თქმა უნდა, ხედავთ რომ დაბალარული არის ჩვენი მეგობრის პირადი მონაცემები, მაგრამ მხოლოდ იმას დავწერთ, რაც აუცილებელია. წერთ სახელი, ანუ name და ან შეგიძლიათ დაწეროთ რაღაც first name, ან უბრალოდ name-ად, ან full name დაუწეროთ წინ და დაუწეროთ სახელი და გვარი. მოდით ხა მე ამ პროცესს გავვლით ძალიან მალე. შემდგომ წერ მის სამართს, რომელიც ზუსტად იგივენაირად შევიყვანე, რაც რეგისტრაციის პროცესში. და მათ შორის წერ რომ ეს არის თბილისი და ქვეყანა საქართველო. მოკეთ ამ ტიპის, შეიძლება თქვენთან რა თქმა უნდა ჩანს დაბლარულად, მოკეთ ამ ტიპის edits ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ იმ პლატფორმამ ეს ყველაფერი აღიქვას, რეალურად ესე. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ სამწუხაროდ ქართულ კომპანიებს, ანუ გულისხმობს საბანკო სისტემას არ აქვს ეს სერვისი, რომ ამ მონაწილეზე ჩანდეს თქვენი პირდაპირ ვთქვათ მისამართის ნაწილი, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში და ზოგადად ამერიკაში და სხვა ქვეყნებში როცა თქვენ აკეთებთ ამ მონაწილეს, იქ ჩანს ავტომატურად ამოდის თქვენი მისამართიც. ამიტომ გვეუბნებიან, რომ შეგიძლიათ bank statement-ით და საბანკო ამონაწილით გაიაროთ ვერიფიკაციაო. მოგეთ, არაფერს ისეც არ ჩავდივართ, უბრალოდ იმას ვაკეთებთ, რაც სხვა ქვეყნებში უბრალოდ ეს ისეც ჩანს ხოლმე. ამიტომ გთხოვთ ბანკებს, რომ აი ეს დეტალი დაამატოთ, იმიტომ რომ ძალიან დაგვეხმარება. ყველას დაეხმარება, შეიძლება ჩვენ ამაში ვიყენებთ ამას, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ სხვა საქმეში გამოიყენოს და გაგვიმარტივოთ ცხოვრება. მოგეთ, გადმოწერილი გვაქვს ეს ფაილი, აი აქ უკვე ჩვენ NCM-ის პლატფორმაზე, რომელიც დავუკარგე, მაგრამ აი ვიპოვე ისევ. მოგეთ, ახლა ამ ფაილს აქ ჩავაგდებ და დაველოდები ვერიფიკაციის დასრულებას, მაგრამ შესაძლოა თუ დღესვე არა, შეიძლება რამდენიმე, წუთში ან კონკრეტულად მეორე დღეს დამიდასტურონ, იმიტომ რომ ხანახან ყოფილა რომ უნდა ხოლმე რაღაც პერიოდი რომ გავიდეს. თუ დღესვე და ამ წუთში დამიდასტურეს, კიდევ ვნახოთ ერთად და დავალოდებით ამ პროცესს. მოგეთ, ახდენს სინქრონიზაციას, იმისას რომ ამოიცეს მონაცემები, კვლავ დაბლარული არის ინფორმაცია, ავტომატურად წამოიღო აი ამ ჩვენ საიტმა ეს ინფორმაცია, ჩვენი ლაშაზე ინფორმაცია. ლაშა მეგონი ძალიან პოპულარული გახდება ამ ვიდეოს მერე. და მე გეტყვით სად მონახოთ რომ ისიც გამოიწეროთ, იმიტომ რომ ჩვენი გუნდის წევრია და ძალიან გაუხარდება. მანამდე ჩვენ გამოგვიწერეთ რომ 1000 ავდეთ რომ მე დავიწყოთ მათ შორის NCM-დან გათამაშებები. ხო, ამიტომ მოგეთ დაველოდოთ ამ პროცესს. გაიარა ოფიციალურად ვერიფიკაციის მისამართიც გავიარეთ, შეგვიძლიათ რომ ვთქვათ რომ მოგვეწონა ეს ყველაფერი და კვლავ გადავდივართ უკან პლატფორმაზე, რომ შევხედოთ როგორ გამოიყურება ჩვენი გვერდი. ოკეი, მშვენიერია, ვერიფიკაცია მისამართიც გავიარეთ, ძალიან რამდენიმე წამი დაგვრჩიტა რა. ამიტომ ხედავთ როგორი მეთოდი გასწავლეთ, იმედია ბევრს გამოგადგებოთ, იმიტომ რომ არც ბანკში დავრეკე, უბრალოდ შევედი ამ მონაწილე ამოვიღეთ და ასე შემდგომ. მოგეთ, ჩვენი აპლიკაცია ახლა უკვე მუშავდება, თუმცა მათ შორის შეგვიძლია რომ გადავიდეთ მთავარ გვერდზე, რომ უბრალოდ დავინახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი აპლიკაციის ნაწილი. ვერ გადავდივართ, იმიტომ რომ უნდა დავალოთ, რომ აი ეს პროცესები დასრულდეს. აქ, ოკეი, ახალ ნაწილზე გადავედით, რომ ინფორმაცია შევიტანოთ, ესეც დაბლარულად გიჩანთ, როგორც ხედავთ. და აქ კვლავ უნდა შევიყვანოთ ჩვენი მისამართი და ინფორმაციები, რომ დაემთხვეს იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ შევიყვანეთ. მანამდე ჩვენ გავიარეთ იდენტიფიკაცია პირადობის მოწმობის და მონაცემების, რომელიც ავტომატურად წამოიღო. ახლა შევავსოთ მონაცემები, დაბადების წელი და თვე და რიცხვი ავტომატურად შევსებულია პრინციპში რო უყურებ. და აქ მისამართზეც შეგვიძლია რომ დაუწეროთ ის მისამართი, რაც მანამდე გვეწერა. შვენიერი ძალიან სწრაფი და მარტივი პროცესია. აქ ტელეფონის ნომერიც გვჭირდება ლაშასი. ამიტომ მე ვონახავ ჩემს საკონტაქტოში მის ნომერს. ზეპიად ჩემიც აღარ მახსოვს. და ეხლავე ჩავწეროთ. ოკეი, აგერ არის ბოლო 2 რიცხვს არ ვასახელებ, მაგრამ მე თუ დაგჭირდებათ გეტყვით ნომერსაც. თქვენ დამიწერეთ კომენტარში რა კითხვებიც გაქვთ. მათ შორის employment status-ი დასაქმებულია
და ლაშა ჩვენი გუნდის წევრი, ამიტომ რა თქმა უნდა დასაქმებულია. არის ტრეიდერი და მათ შორის საინვესტო ანალიტიკოსი და ამიტომ ამ ყველაფერს დავუწერთ. მოდი ერთს დავაწერთ, რომ არის ტრეიდერი. ინდუსტრიაში, საგამართლებო ინდუსტრიაში ვართ, მათ შორის, ამიტომ education-ს მიუთითებთ. იყოს education academy, არის ხოს. Employer, ანუ ჩვენ რო ვართ ტრეიდერების hub-ი, ამას დავუწერთ. ჩვენთან არის და ჩვენი კომპანიის მისამართი უნდა დავწეროთ, რომელიც გახლავთ ტრეიდი განელის 10.12. აი ასე ვავსებთ ინფორმაციას. ხო, ასევე ნახეთ შემდეგი ნაწილი არის, რომ შემოსავლის წყაროთი ინტერესდება პლატფორმა. ეს არ ნიშნავს მეგობრებო, რომ მერე თქვენ შემოსავალს ვინმე გადაამოწმებს. არამედ კომპანია ინტერესდება რამდენად ბრჭყალებში მდიდარი ან რა ტიპის კლიენტი რეგისტრირება. ანუ აქ გიჩვენოთ, რომ უბრალოდ ნებისმიერი თანხა დაწეროთ, მაგრამ გიჩვენოთ, რომ რაღაცა 25-50,000 დოლარი მივცეთ როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ თუ რაღაცა ძალიან დიდ თანხას დაწერთ, მე შეიძლება დაგიეკონდა კიდევ უფრო მეტი რამე შემოგთავაზონ. არ ვიცით, მაგრამ სტატისტიკურად წერთ ხოლმე აი ესეთი მეორე მესამე 50,000 დოლარამდე ან 25-50-მდე ამის შემოსავლის რეალურად წარმომავლობას არავინ არ შეგეკითხებათ, იმიტომ რომ ეს ხშირად ყოფილა რომ ბევრს გონია რომ მე უნდა გავუგზავნო საბუთი რომ მე შემოსავალი მაქვს. არა, უბრალოდ ეს არის ისეთი რაღაცა, რაც უბრალოდ მათ დაინტერესებთ. მათ შორის აინტერესებთ გამოცდილებები ლაშასი. ამიტომ ამ ყველაფერსაც ჩაუწერთ, როგორც არის და წერია მათ შორის, ტრეიდინგის სიხშირე პირველი იყო ტრეიდინგში მოღვაწეობის რამდენი წელი გააჩნია, მათ შორის წერია რა ტიპის ვაჭრობაზე აქვს მასული და risk management ან intraday-ს დავწერთ, იმიტომ რომ intraday უფრო ვარ ჩვენ და ამასაც მივუთითებთ როგორც არის, ახლავე გავაგრძელოთ. ხო, ამას მოვნიშნოთ, ეს არის ჩვეულებრივი პირობები და წესები, რასაც ჩვენ ვადასტურებთ. და სულ ეს იქნება უბრალოდ თან რო გიხსნით, შეიძლება რომ გადის, მაგრამ რეალურად ძალიან სწრაფი და ცკაპ პროცესია, არ არის რთული. ანუ როგორც ხედავთ, ძალიან მარტივი პლატფორმა და ძალიან მეგობრული პლატფორმა არის, არ გავიჭედებით არსად. ოკეი, უკვე 85%-ზე ავიდა ჩვენი პლატფორმის და მოკლედ ჩვენი ამბავი რეგისტრაციის. აქ კიდევ გვაქვს უსაფრთხოების კითხვები, რომელსაც მოგვიანებით შევიყვათ, მაგრამ ხედავთ, რომ უკვე გადავედით და გამოჩნდა ჩვენი NCM-ის პლატფორმა. მარჯვენა მხარეს, როცა თქვენ შეიტანთ თანხას, გეუბნებათ შეიძლება თანხა შეიტანოთ, როცა თქვენ შეიტანთ $100, აი ეს account number უნდა მოგწეროთ ტრეიდერების ჰაბის გვერდზე და ჩვენ ავტომატურად მივაწვით თქვენ სახელზე ინფორმაციას, რომ დაგერიცხოთ $20. ამიტომ არ გეგონოთ, რომ დაიწყო ხდება ავტომატურად. არ შეცდეთ მეგობრებო და მე რაღაცა არ ვიტყოთ, რომ აი არ დამერიცხაო. account number მოგწერეთ, გითხარით, რომ თანხა ჩავიცხე. თუ გნებავთ screen-ს გამოგვიგზავნეთ, იმიტომ რომ ისინი მაინც გადაამოწმებენ თქვენსგან გარშე არის თუ არა თანხა შემოსული და მორჩა, სულ ეს არის. მოკლედ, პირველი ვიდეო მოდით ამით დავამთავროთ, ეს იყო რეგისტრაცია ვერიფიკაციის ნაწილი და შემდეგ ვიდეოები თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, მხარი უნდა დაგვიჭეროთ თქვენი სულ რამდენიმე მოქმედებით, ეს არის გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და კომენტარები, სადმე თუ გაიჭედეთ და ვერ გააგრძელეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, უბრალოდ კომენტარებში მოგწერეთ და დაგეხმარებით. მომავალ შეხვედრამდე.